საღამოშვიდობის ჩემოკარგებო, აბა როგორ ახართ? მოგიკითხავთ ყველას ძალიან დიდი სიყვარულით. მოკლედ დღეს 28 ნოემბერია და გუშინ შევიტყვე დემონსტრაციის შესახებ, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს კოლნში საღამოს 18 საათზე სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დომთან ახლოს და ეხლა მივდივართ მე ანაბელი და ანდრიასი გარეთ სამწუხაროდ წვიმს, მაგრამ არ აუშავს, როგორც სიტყვიან, თუ გული გულობს ქადა ორი ხელით იჭმევაო და მიგვაქვს კოლგები, ანაბელის ჩავსვამთ თავის ეტლში, კარგად შევფუთეთ, რადგან ცივა და მოკლედ მეტროთი წავალთ დანიშნულ ადგილას, სადაც დღეს დემონსტრაცია უნდა გაიმართოს. ვფიქრობ, რომ სხვა ქართველებიც იქნებიან, ძალიან მიხარია და აუცილებლად მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო. ის რომ არა ვარ საქართველოში და ვარ ემიგრანტი, ძალიან მინდა რომ თითოეულმა ქართველმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მომავლის კეთილდღეობის საქმეში და საბოლოოდ გათავისუფლდეს საქართველო აი ამ ბრუტალური და რუსული რეჟიმის კლანჭებისაგან. მოკლედ წავედით. აი გაჩვენებთ ახლა ეს არის კოლნში დომთან ბანჰოფის ანუ სადგურის მიმდებარე ტერიტორია და აქ ვერანაირ დემონსტრაციას მე ვერ ვხედავ. აი ნახეთ მართალია იქ პოლიციის მანქანა მარცხნივ დგას, მაგრამ ეს არის საშობაო ბაზრობის გამო. აი აქ ზემოთ არის საშობაო ბაზრობა, ამასაც გაჩვენებთ. და აქ მე ვერანაირი დემონსტრაცია და ვერანაირი ქართველი ვერ დავინახე. აი ნახეთ მე სპეციალურად ქართული და გერმანული დროშა მაქვს წამოღებული, მაგრამ აქ მე ვერავის ვერ ვხედავ სამწუხაროდ. აი ეს არის დომი, როგორც ხედავთ, დომის ტერიტორიაზე ვართ. მთელი ოჯახი წამოვედით, აი ბავშვს ჩაეძინა ეტლში, წვიმს საშინლად. ანაბელს წინავს და აქ არის ანდრეასიც. ვერანაირი დემო ვერ ვნახეთ და საკმაოდ იმედგაცრუებული ვარ, ვარ დაგიმალოთ. მართალი გითხრათ, ძალიან გამიცრუდა იმედი, ძალიან მინდოდა რომ დღეს ჩემი თანამემამულეების გვერდით ყოფილიყავი. თათვალები დამისველდა, როგორც ხედავთ და ძლივს ვიხედები, ახლა უნდა გავწმინდო. მოკლედ აქ არანაირი დემონსტრაცია არ არის ჩემოკარგებო. ძალიან მწუხვარ და გამიცრუდა იმედები. ეხლა საშობაო ბაზრობაზე მაინც გავივლით. აბა რა ვქნათ. აი ეს არის დომის ტერიტორია, კოლნში ჩემოკარგებო. აქ მოვედით. დომის უკან არის უკვე გაიხსნა საშობაო ბაზრობა და შეგვიძლია იქ გავიაროთ, მაგრამ არანაირ დემონსტრაციას აი ვიდეოში გაჩვენებთ, რომ აქ ადგილი არ აქვს და ვერანაირ ქართველს მე აქ ვერ ვხედავ. აი როგორც ხედავთ. სამწუხაროდ არანაირი დემონსტრაცია აქ არ მიმდინარეობს. ისთვისაც ჩვენ მე ანაბელი და ანდრიასი დღეს აქ მოვედით და ანაბელს ჩაეძინა ეტლში, როგორც გაჩვენეთ და საშინლად წვიმდა, ეხლა გადაიღო წვიმამ და ეს არის ბანჰოფის ტერიტორია. აი ეს არის სადგური. აი აქედან საიდანაც ხალხი გამოდის. და არანაირი ქართული დემო არ არის აქ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ არ აუშავს. მე ჩემი თავის წინაშე მართალი ვარ, რომ ძალიან მინდოდა აქ დღეს ყოფილიყავი და ჩემი ხმა და ჩემი წვლილი შემეტანა დღევანდელ დემონსტრაციაში, მაგრამ რას ვიზამთ? არ აუშავს. ასეც ხდება ხოლმე. თავარია ჩვენი თავის წინაშე და ღმერთის წინაშე ვიყოთ მართლები. სხვა დანარჩენს არ აქვს მნიშვნელობა. აქ არის ჩემოკარგებო დომის საშობაო ბაზრობა. ნახეთ, აქ არის დომი. აი და აქ არის კოლნში საშობაო ბაზრობა უკვე გახსნილია. Weihnachtsmarkt am Kölner Dom. აი ხედავთ ზემოთ რო აწერია. და ეხა ანაბელს წინავს, წვიმამ გადაიღო და ვერ მოვახერხებთ სამწუხაროდ შიგნით შესვლას, მაგრამ აი მელოდება ანდრიასი ანაბელთან ერთად.
ყველემ გაიღვიძა. ნახეთ ლუი ვიტონს რა ლამაზი დეკორაცია აქვს. ნახეთ. ძალიან საყვარელია. აი ამ დეკორაციის წინ მდგევარ ჩვენ პირდაპირ. ყველეს გაეღვიძა. ძალიან ბევრი ხალხია საშობაო ბაზრობასთან. ნახეთ. აი ბელი ასე გამოიყურება და დაიღალეთ. აი გადავალთ ახლა და უკვე ბაზრობაზე ვართ. აი რა ლამაზია. ძალიან ლამაზია. ნუ როგორც ყოველ წელს, მაგრამ ძალიან ლამაზია. ნახეთ რა ლამაზია. ძალიან ლამაზია ყველაფერი. ეხლა ძალიან გვინდა ბელგიური ვაფლი რო დავაგემოვნოთ და მივირთვათ გლუვაინი, ანუ ცხელი ღვინო. გამონაკლისები დასაშვებია, მიუხედავად იმისა, რომ სწორ კვებაზე ვარ. Everyone I know in love are all in town, but I've had enough. I'm looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. My family, they don't want me to go away, but I chose to leave. I'm staring at the tree. It says that I should be away this Christmas. And what am I to do if I can't be with you? To sit and laugh with everyone we love. I hate the snow, so I chose to run and sit there in the sand beneath the sun. Everyone I know and love, they're at my house, and I've had enough. I'm looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. მოვედი ჩემო კარგებო ბელგიურ ვაფლების დახოცად. მაგრამ საკმაოდ ადამიანებით განან ჩემს წინ არ ვიცი დაველოდები თუ არა. ანაბელი და ანდრეასი უკვე მელოდებიან მეტროს გაჩერებასთან. მე მგონი დღეს ვერ მოვახერხებ რომ ბელგიური ვაფლები ვიყიდა სამწუხაროდ, მაგრამ დახლი აქვია. აი ეს დახლია ბელგიური ვაფლების. მოკლედ ისეთი დიდი რიგი იყო ბელგიურ ვაფლებზე, უბრალოდ ვერ დაველოდებოდი. ერთი 10 ადამიანი იდგა ჩემს წინ. ეხლა მივდივარ ისევ მეტროს გაჩერებასთან, სადაც ანდრეასი და ანაბელი მელოდება. ანაბელი ძალიან დაიღალა. ჩაეძინა გზაში როგორც იცი და ეხლა გაეღვიძა და ვერ არის მთლად კარგ ხასიათზე და მოკლედ ნელა-ნელა გავუყვებით სახლის გზას. ძალიან კარგი იყო თქვენთან ერთად ჩემოკარგებო, იმედია მოგეწონათ ეს ვლოგი საშობაო ბაზრობიდან, რომელიც სადღაც რამოდენიმე დღეა, მე მგონი რომ გაიხსნა, რამდენადაც ვიცი და მოკლედ აწი იმედია რომ ვიაქტიურებ და თქვენთან ერთად ვიქნები. მე აქ მინდა დაგემშვიდობოთ, ყველანი ძალიან მიყვარხართ თქვენი მაკა დროებით. Everyone I know in love are all in town, but I've had enough. I'm looking at the snow. I wish that I could go away this Christmas. My family, they don't want me
to go away, but I chose to leave.